და წინ ძალიან დიდი ბრძოლებია და ამ დროს იცით, აი ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ ახლა ვინმეს თუ გონია რომ ეხლა ჩვენ ლეიბორისტების წინააღმდეგ წავალთ ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის და სეირს ვაყურებინებთ, ну ძალიან შემწყდარები. კი ბატონო, გეთახმებათ თუ არა ბატონ გიორგი, ამას 2 წუთში გავიგებ, მე მანამდე მაინტერესებს თქვენ აღნიშნეთ რომ არჩევნების შემდეგ გარკვეულწილად რაღაც საკითხებში არ ეთახმებით ირაკლი ალასანიას, არ მოგეწონათ გარკვეული ნაბიჯები ან კრიტიკულად ხართ რაში? რა თქმა უნდა, ეს თქვი კიდეც მე საჯაროთაც და ეს აღნიშნებ. ну კამპანია მგონია რომ იყო ნელთბილი და შეიძლებოდა აუცილებლად რომ ის ყოფილიყო მართლაც აღებული ნეგატივზეც და პოზიტივზეც უნდა ყოფილიყო, რასაკვირველად რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო, რაღაც მომენტში ის უნდა განვითარებადი აუცილებლად, მაგრამ მე როდესაც აღმოჩნდა რომ იმ რესურსების და თუმცა ლაპარაკს აქ არაფერი არ უშლიდა, მაგრამ თვითონ მთლიანად იმ რესურსებით რაც დახარჯა ნაციონალურმა პარტიამ, რასაც წერენ 13-14 მილიონი და ალბათ 3-ჯერ 14 დახარჯა თუ 4-ჯერ თქვენ უფრო უკეთ გამოცდილების მიხედვით გეცოდინებათ ესა და მათ კი ეტყობოდათ რომ ეს რესურსები ნაკლები ქონდათ. ძნელია ამაზე ახლა ლაპარაკი, მაგრამ თვითონ აღნიშნეთ რომ ფინანსური რესურსი იმასთან დაკავშირებით რომ ნეგატიური მომენტები წამოიღო ეს უნდა ყოფილიყო, ეს არ უშლიდა რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო და ასევე მე მგონია რომ შეხვედრა შეიძლებოდა, რასაკვირველია ყველასთან შეიძლება შეხვედრა, ოღონდ ამ შეხვედრის ცნობა წინასწარ ან შემდეგ მაინც პირველი ალასანიას უნდა ეთქვა, ბატონ ირაკლის პირველად უნდა ეთქვა და არა გიგი უგულავასგან გაიგო. რა შეეხება სამომავლო გეგმას, რომელიც აღებული აქვს ირაკლი ალასანიას გუნდს? ეს ახლა მისის ჩვენ არ ვართ, ერთგვარი თანამშრომლობა საკრებულოს შიგნით თუნდაც ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ გარკვეულ პროექტებზე შეთანხმება იქნას მიღწეული. ეს ალბათ არის, ალბათ ეს უნდა გითხოთ ბატონ ირაკლის თვითონ და ალბათ კითხეთ კიდეც, ეს არის მისი პოზიცია, ალასანიას ალიანსის დაშლას თვითონ და საკუთარი როგორც ამბობს პარტიული მანქანის ამუშავება, ბუნებრივია მას სჭირდება რაღაც გარკვეული მექანიზმი იმისათვის, რომ დაიწყოს ბრძოლა, ის ასე ხედავს, ამ ტაქტიკით ხედავს ვითარების და ცვლილებების შეცვლას, ეს მისი ნებაა და საბოლოოდ გვაჩვენებს ალბათ შედეგი, ის ახალი სახეა და ასეც უნდა ითქვას, რომ წინასწარ დასკვნებს ვერ აკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი ხარ. წინასწარ დასკვნები გავაკეთებთ, მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ის ახალი სახეა და ბუნებრივია, რომ მას არ აქვს ისეთი დიდი იგივე პოლიტიკური ინტრიგებში და აი ამ თემაში გამოცდილება და მიღებული და ნელ-ნელა ალბათ ის ამას მიხვდება. თუ იქნება რასაკვირველია ეს შედეგის რაღაც გარკვეული მომენტი შემდგომში და ვნახავთ და ეს არ ამბობს მე რამდენადაც ვიცი რომ მაინც და მაინც 2012 წელს უნდა დაველოდოთ თუ იქნება რიგარეში არჩევნები ალბათ ყველა მიიღებს მონაწილეობას თუ ამ გარემოთი გაძნელდება თუ არა და ყველაფერი ეს ამას დრო გვაჩვენებს. თუ მანამდე რომელიმე სხვა პარტია ისე ვიძახი, ეხლა არ არის არავითარ შემთხვევაში შემოღობის რაღაცა შემოიღობოს თითოეულმა პარტიამ თავის ელექტორატი გაამყაროს, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ თვითონ მას ეყოს, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს და პერსპექტივა გამოუჩინოს, აი ესეთ შემოღობილში ყოფნას მე პირადად არავის არ უსურვებ და ყველას თხოვ რომ გამოვიდნენ, გახსნან ღობეები და მოახდინონ რაღაც რეალიზებული, ისეთი რეალური გეგმის დადება ამ ქვეყნის პერსპექტივის. ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში ყველასთან. ყველა ჭეშმარიტ ზავი. კი თქვა რომ ღია არის კიდევ კარი, ის კარი, სადაც გეპატიჟებიან კვლავ რომ დაიწყოთ მსჯელობა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. არ არის მთავარი ფრონტი საარჩევნო გარემოს, რომელსაც თავაზობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, რა შედეგები მივიღეთ და არა მარტო 2013 წლამდე გაუმტკიცა ამ არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილს, მერე პერსპექტივებზე ალაპარაკდა იაპონიის მაგალითი მოგვიყვანა, თუმცა ის არ უთქვია სააკაშვილს, რომ იქ ლამის 6 თვეში ერთხელ იცვლება პრემიერ-მინისტრი, ეს არ გახსენებია მას, სხვათა შორის ეხლა ხან გადადგა იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ვერ შეასრულა ერთ-ერთი დანაპირები საკუთარი მოსახლეობის მიმართ, როგორც იყო ერთ-ერთი კუნძულიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანა და ადგა ის კაცი და პატიოსნად გადადგა და ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელსაც საკუთარი ერთი ოთახი მიქირავებული ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, თავი მოიკლა. აი ესეთი ხელისუფლებაა იაპონიაში და მე მგონი განსხვავებები არსებობს. ამას თავი დავანებოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონო, უკრე თქვენ განაცხადეთ, რომ აი არჩევნები დამთავრდა და თქვენ ხელები დაივანეთ და შედეგზე ხელები დაივანეთ და ესე მოჭრა. მე ვფიქრობ, ის პასუხისგებლობა, აი მე რო ვინმესთვის ხარი დამეჭირა, მე შედეგებზეც ავიღებდი პასუხისგებლობას აუცილებლად. აუცილებლად ამას სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ და კიდევ რაღაც სხვა გზას ვეძებთ და ის გზაც
რომელსაც გვთავაზობს ბატონი ნუკრი ამ შემთხვევაში არის მცდარი. რატომ მცდარი დაგვისაფუძე და რას დამეკონკრეტებ, რომ შემდგომში კონკრეტულადაც გეტყვით. საარჩევნო გარემო არ არის საარჩევნო კოდექსი. ეხლა ჩვენ რო გადავერთოთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე, მხოლოდ და ჯერთი ამ საარჩევნო კოდექსსაც იღებს საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილი. დღეს რომ მოქმედებს საარჩევნო კოდექსი, ამ კოდექსითაც შეიძლება იდეალური არჩევნების ჩატარება. უფრო უარესი საარჩევნო კოდექსი ქონდა უკრაინას, როდესაც მან ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები და სადაც მოქმედა პრეზიდენტმა აიღო 5%. მომქმედმა პრემიერ-მინისტრმა ამ ძალაუფლებას ვინც ფლობდა, წააგო ის არჩევნები. მაშინ რატო ამიერებს მონაწილეობა? აქ არის სად უკრაინის არჩევნებში? არა, უკრაინაში შეგეძლოთ. აქ არის პოლიტიკური საარჩევნო გარემო არსებობს. გარემო გავასხვაოთ კოდექსი. მე არ მithქვამს, რომ არსებობს იდეალური კოდექსი. ამ კოდექსითაც შეიძლება არჩევნების ჩატარება. ისეთი არჩევნების, რომელიც მოგცემს რეალურად საზოგადოებრივ განწყობას, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება. როდესაც ყავს პოლიტიკური პოლიცია, როდესაც თავისუფალი განხილავს არჩევნების შედეგებს, სა უნდა წავიდე? უნდა წავიდე სასამართლოში. სასამართლო იმისია, რა ვქნა? იდეალური კოდექსის შევქმნით და იმას დავდეთ. მიიღო პარლამენტმა. იმაში, რა ქვია, ჩავთვალოთ, რომ ესე მოხდა საუკეთესო შემთხვევაში, რაც არ მოხდება. სასამართლო ამისია, რა უნდა ვქნა? რას გვთავაზობთ? სად მივდივართ? რუსთაველი მკვდარია, სად ვიჩივლოთ? ქუჩა ხო არსებობს? კომპლექსურად, გეტყვით რასაც ვთავაზობთ? ჩვენ კომპლექსურად უნდა ვიბრძოლოთ. ასე ვთქვათ, ეს ემსახურება დროის გაყვანას, რომ ვიმსჯელოთ აი ესე დაჯდნენ NDI-ის ფორმატში, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, იმ საკითხებზე, საბოლოო ჯამში, როგორც პალიკია კუპლაშვილმა გადაწყვიტა, აი ესე დამთავრდა ის შედეგები. იმ შედეგებით დამთავრდა და ესე დამთავრდება ესეც. ეს ხელისუფლებას აწყობს, ეხლა რო გაჭიმოს დრო და დაიწყოს საუბარი, რომ ამ მუხლის მაგივრად ის მუხლი რო იყოს, ჩატარდება ეს რა ქვია იდეალური არჩევნები. ვადები დათქვით, ულტიმატუმი დათქვით, დაიწყეთ შეუტყვეთ. უნდა ვებრძოლოთ. თუ ესეთი განწყობები იქნება და ესეთი გადაწყვეტილებები იქნება, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭერეთ ბატონ ნუკრი, არანაირი ვადები არ არსებობს და სააკაშვილი არა მარტო 2013 წლამდე იქნება, არამედ მერეც გააგრძელებს ესეთი ოპოზიციის და ესეთი ხელისუფლებასთან შეთამაშების პირობებში. ეს ზუსტად ვიცოდეთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს და უნდა მოარღვიოთ ის კონკურები, რომელზეც დაყრდნობილია ის. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ჩვენ შევქმნით ანტიკოლონიური ცენტრი და დავიწყეთ იმ ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა, მხილება მათი უცხოეთის ცენტრების პრაქტიკულად იქიდან იმართება დღეს ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიისა ოკუპირებული აქვს აგრესიული ომის შედეგად რუსეთს, ნაწილი ტერიტორია მონურ კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც აქვს მეტროპოლიის სტატუსი და ჩვენ ვიმყოფებით მონურ მდგომარეობაში და ამ არჩევნებსაც გვიტარებს სწორედ ის ინსტიტუტები, გეგმავე, მასთან აქვს პოლიტიკურ ძალებსაც, ზოგ ოპოზიციასაც კავშირი და იქიდან იმართებიან და ამიტომაც ვართ ესეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, აი ამ მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიპოვოთ სასამართლოს თავისუფლება, რომ ბრძოლა საჭირო, პრინციპულობაა საჭირო. ის კი არა, როდესაც გადმოგიგდებს რაღაც თანამდებობას, გადმოგიგდებს რაღაც არჩევნებს, რა თქვენ გონიათ ამ არჩევნების წინ ჩვენთან შემოთავაზება არის, ხო? ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა კიდევაც, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მოგცემთ ფულს, შეგიქმნით ფრაქციებს, როგორც დღეს არის, მოგცემთ თანამდებობებს. ეს რას ნიშნავს იმ ადამიანებმა, ვინც მიიღეს ეს შეთავაზება, ანუ შევიდნენ საკრებულოში, მათ მიიღეს ფული? ეს შეთავაზება არჩევნების წინ მოდიოდა იმიდან რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საკმაოდ სოლიდურ თანხებზე იყო იქ საუბარი. მარტო თქვენზე საუბარი. ისთვის ჭირდებოდა და ეს ჭირდებოდა იმისათვის, რომ ილუზია შეექმნათ მრავალპარტიულობისა, ითქვა ეს არჩევნების წინ ითქვა. ითქვა ეს. კი ბატონო, ფორმატი მაგით ანალოგიური განცხადება. ბატონო გიორგი, აბა რა უნდა გაეკეთებინათ? რა უნდა გააკეთოთ ადამიანებმა? უარი თქვა საკრებულოში შესვლაზე. ეს იქნებოდა დუმილის პროტესტი, რომ წამყვან პოლიტიკური ძალები თუ არ მიიღებდნენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და დარჩებოდა სააკაშვილის სატელიტების ამარა, ვერ ჩაატარებდა ამ არჩევნებს. აქ ერთი მაგალითი. ვერ ჩაატარებდა. შესვლაზე უარი უნდა თქვას ამ შემთხვევაში ოპოზიციამ, თქვენ ესე ფიქრობთ? ეს გამოცხადეთ, რომ აი თავის დროზე სწორედ ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო ის, რომ თქვა არ შევსულიყავით პარლამენტში და ჩვენ პატიოსნად ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ხელფას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ ხალხმა აგვირჩია და გვეკუთვნის და მთლიანად პარლამენტი რასაც აკეთებს, იმას აკეთებს ის პოლიტიკური ჯგუფი, ხოლოდ რომელსაც ქვია ლეიბორისტული პარტია. ჩვენი მოსახლეობის სოციალური დაკვეთას ყველაზე უკეთესად ვასრულებთ. ბოიკოტი ნაცვლად თანამდებობების დაკავებისა, ბოიკოტი მაინც გამოაცხადონ და აჩვენონ მთელ სოფლიოს, ჩემო ძვირფასებო აიღო, მთელ სოფლიოს აჩვენონ, რომ ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასებო, ეს არის გამყალბებელი
თაღლითი, რომელმაც დაამყარა კრიმინალური რეჟიმი